მოგესალმებით. ტრადიციულად ვაგრძელებთ ესე იგი ჩვენ თავისუფლების მოედნის პოდკასტების სერიას, რომელიც ძირითადად ორშაბათობით არის ხოლმე Facebook Live-ში. და დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ განათლებაზე. ჩემი სტუმარი არის შალვა მინდაძე, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი, რომელიც ასწავლის 70-ე საჯარო სკოლაში, რომელიც არის ფონიჭალაში, ხო, თუ არ ვცდები? ზემო ფონიჭალაში. ასევე შალვა არის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ჩვენი საყვარელი პროექტის ფინალისტი. ხუთ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხდა წელს შალვა, რასაც კიდევ ერთხელ ულოცავ, რომ ამ გუნდში შემოერთებას არის ათეულის კლუბის წევრი. ყოველ წელს 10 საუკეთესო მასწავლებელი ერთიანდება ამ ათეულთა კლუბში და უკვე რამდენი გამოდის 90? 90. ხო. მასწავლებელი ყავს, ხო და ვისაუბრებთ მოკლედ განათლებაზე. მე მინდა რომ უფრო დავავიწროთ და მეტად უცხადია ვერაულით გვერდს უმაღლეს განათლებას, მაგრამ მინდა რომ მეტად ვისაუბროთ უფრო ზოგად განათლებაზე, იმიტომ რომ ერთი რომ უკვე რაღაცა ამ უმაღლესი განათლების შესახებ ამ უმაღლესი განათლების დეფორმაციის რაღაცა კონცეფცია თუ რაღაცა რომ გამოაქვეყნეს, ამაში ერთი წინადადებით მოიხსენიეს ზოგადი განათლება და ისეთი წინადადებაა რომ თლად დაასამარეს, ჩატკეპნეს მიწაში ფაქტიურად ზოგადი განათლების სისტემა ამ ერთი წინადადებით. ასევე ეგრეთ წოდებული კორუფციის წინააღმდეგ რაღაც კანონი, სადაც კანონზეც ვისაუბრებთ, სადაც მასწავლებლებთან დაკავშირებული ჩანაწერი გაკეთდა, რომ მასწავლებელი თუ დამატებით შემოსავალს იღებს, მას სჭირდება სკოლის დირექტორის თანხმობა, ბატონო ჩემო. ეს თალკი კიდე საკითხია და ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე თუ თქვენ, აი ჩვენს მსმენელებს, თითოეულ ადამიანს, ხო, მასწავლებელს, მოსწავლეს, მშობელს, ზოგადად საზოგადოებას როგორ შეეხება ეს უშუალოდ ის ეგრეთ წოდებული ცვლილებების პაკეტი და მათ შორის და ასევე კიდე დაანონსებული არის, რომ ესე იგი უნდა იმას აქნა, რა ქვია, ზოგად განათლებაც ალკი კონცეფციას გვირდებიან და ალბათ კიდევ უფრო დაამძიმებენ მდგომარეობას, ხო? მოდით სანამ ეხლა ამ ცვლილებებზე დაგეგმილ აი ამ დეფორმაზე თუ დეფორმაციაზე ამ განათლების სისტემის გიგაზე დანიამ კარგად შეარქვა ეს მას ეკუთვნის ეს საავტორო უფლება მოკლედ ამ დეფორმის. ხო და მან სანამ ვისაუბრებთ მაგაზე, ჩვენ თქვათ რომ ჩვენ ვიცით ისედაც, რომ ეხლა ეს ცვლილებები არის რომ აი გაჭირებულ კაცს რო ქვა აღმართში მიეწევა და ახლობით ეგრე გაჭირებულ განათლების სისტემას ქვა აღმართში მიაწიეს ქვია, მაგრამ ჩვენ უნდა ავხსნათ რა მდგომარეობა დღეს, რა სტატუს quo გვაქვს, ხო? რატო წუხوارთ იმის გამო რომ დღეს განათლების სისტემა საქართველოში და ზოგადად განათლება ხარისხიანი განათლება ზე ხელმისაწვდომობა არის ძალიან რთული დღეს საქართველოში, თითქმის არ არის, კი, არის რაღაცა გარკვეულწილად ელიტური და აი ამის რაღაცნაირად პატარა სკოლისგან გამომდინარე, აი თქვენი შიდა როგორც მასწავლებლის ხედვა როგორი არის, როგორც კონკრეტულად თქვენ სოციუმში, ისე აი აქედან რომ გამოვიდეთ და მთლიანად რომ განვაზოგადოთ, რამდენადაც ამის საშუალება გვექნება. მოგესალმებით. პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის. შალვა ცოტა ხმა აქვს, უნდა მაყურებელს ჩვენს მენელებს და მაყურებელს უთხრას. და აქციის შემდეგ ფაქტობრივად დამეკარგა. ხო, ნუ ახლა სიმღერის კონკურსი ჩვენ არ გვექნება, ამიტომ შინაარსი თავი. ვცდები რომ ჩვენს მენელს მაქსიმალურად მივაწვდინო ხმა მოკლედ ასე თუ ისე. პირველ რიგში უნდა გამოიკვეთოს ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს მივედით ალბათ მაქსიმუმ ბოლო ეტაპი გვაქვს გასავლელი, რაც ზოგადად განათლების სისტემის საბოლოო დამარხვას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, უნდა გავიაზროთ ზუსტად და მკაფიოდ, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი რეფორმები, ეს რეფორმები პირდაპირ პროპორციულად გულისხმობს სკოლის და უნივერსიტეტის ისე შეცვლას,
და ისე გარდაქმნას, რომელიც მოერგება ავტორიტარულ სისტემას. მაგალითად ისეთი როგორც არის რუსეთში, უნგრეთში, ბელარუსში და სხვა შორის ავღანეთშიც არის ასეთი რეფორმა და ეს პირდაპირ ეხება თერთმეტწლიან სწავლებას. აქედან გამომდინარე რუსეთზე უნდა ვთქვათ, რომ ისინი განიხილავენ 12 წლიანზე გადასვლას. კი, განიხილავენ, მაგრამ 2022 წელს ფაქტობრივად გამოიქცა რუსეთი აი ამ სისტემის ფარგლებში. უნდა ეს პოლიტიკური საკითხია, რასაკვირველია და ჩვენ ყველა გათვლებით უკვე მივდივართ იქამდე რომ ხვდებით ვეჯაჭვებით ერთადერთ ქვეყანას ჩვენს მეგობარს, საყვარელ მეგობარს, რომელიც ფაქტობრივად დაარსების და არსებობის დღიდან რაც ჩვენი მეზობელი გახდა მთლიანად არის ორიენტირებული იმისკენ რომ რაღაც დაგუშაოს და გავაშიარებ რომ ხო ანუ ფაქტობრივად ეს რეფორმა რომელიც სულ ახლახანს მიიღეს და კანონით ფარგლებში მოაქციეს და ეს სხვა შორის დაიწყო 2025 წლის თებერვალში მიიღეს ჯერ კიდევ კორუფციის წინააღმდეგ კანონი რატომაც არ განიხილეს ეს კანონი მანამდე და ახლა მოქმედეს ამ 11 წინასწავლებასთან ერთად და რატო და რა მიზნით ამას თავისი ახსნა აქვს პირველი ალბათ ის არის როგორც გითხარით რომ ეს არის პირდაპირ პოლიტიკური გადაწყვეტილება ministrმა ახსნა რომ ჩვენ ფაქტობრივად ამას იმიტომ ვაკეთებთ რომ გვინდა სტუდენტები ვითომ თბილისიდან გავიყვანოთ რეგიონებში ხო ნუ მაგალითად ერთ-ერთი მიზეზი არის ის რომ ნუ ცხადია ამის უკან რაც არის ის არის რომ სტუდენტებში ხედავენ მთავარ ძალას არ უნდათ მათი აკოფნა და მეორე ხსნიან რომ ვითომ ხო აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ 11 წლიანი სწავლებით იწყება სხვა რეფორმები ეს მგონი დასაწყისია ჯერ რაც გველოდება ალბათ წინ და ვფიქრობ რომ უახლოეს მომავალში რაც კულუარულად გაჟღერდა სხვათა შორის ორი კვირის წინ იყო ბორჯომში მასწავლებლების შეხვედრა იქ რამოდენიმე ექსპერტი შემთხვევით მოხდა მოკლედ და იქედან საკმაოდ საინტერესო ინფორმაციებმა უხეშად რომ თქვა გამოჟონა ერთ-ერთი არის ის რომ უახლოეს მომავალში იგეგმება სამოქალაქო განათლების გაუქმება როგორც საგნის და ალბათ ეს არის ის ერთ-ერთი რეფორმა რომელიც უნდათ რომ აანაზღაურონ ღირებულებითი განათლებით და ამის ეს იქნება ჩამანაცვლებელი უკვე დაწყებულია ფაქტობრივად და რომლების კომპეტენციაც არავინ არ იცის და არანაირი სტანდარტები ამის არა თუ კომპეტენცია არავინ არ იცის რა პრინციპით და რატომ ესენი მაგალითად ეს 100 მოდელი ვინც არის ამ ეტაპზე შერჩეული რატომ არიან და რა მიზანს ემსახურება ვინ აკონტროლებს რა კურიკულუმი აქვთ რა თემებს გადიან და საერთოდ რა პრინციპზე უნდა მოერგოს მათი ყოფა სკოლაში ეს არავინ არ იცის აქედან სეკულარობის პრინციპი გვაქვს მათ შორის გვაქვს ფურცელზე ზოგადი განათლების კანონში ჩაწერილი რომ ეს მოკლედ ეს პროზელიტიზმი და ინდოქტრინაციის განაიყოს დაცული სკოლა რელიგიური კონტექსტისგან იმიტომ რომ ჩვენ ვართ მულტიკულტურული ხო მათ შორის სადაც შავა ასწავლი და მარნეულში ხო ორი წელი ვასწავლედი და ხო ასწავლე საქართველოს პროგრამა იყო საკმაოდ ესეთი რთული სიტუაცია დღესაც და მაშინაც მარნეულში ფაქტობრივად მე მეხუთე კლასში რაც მახსენდება ჯერ ქართულს ვხსნიდი 10 წუთი და მე ისტორიას ვასწავლედი აქედან გამომდინარე იმ დროს როცა ჩვენ გვაქვს რიგი პრობლემები სკოლებში რაც პირდაპირ აღმოსავლეთ მაგალითად თუნდაც ყოველი მეხუთე ბავშვი სკოლაში შიმშილს განიცდის აი და ახლა სულ ახლახანს ministrებმა პარლამენტმა გადაწყვიტა რომ მანქანები შეცვალონ 25 მანქანა და ის მანქანების თანხა რომელიც 22 მილიონამდე ჯდება თუ რაღაც ფაქტობრივად სავსებით შესაძლებელია ნაწილ სკოლებს მაინც დაუფინანსონ აი ამ ბიუჯეტით კვება ხო ხო ეს კვლევა ეს პირველი კვლევა და ეს კამპანია ზოგადად სასკოლოებისთან დაკავშირებით უფასო სასკოლოებასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყეთ ჯერ კიდე განათლების კოალიციაში რომ ვიყავით სანამ აი ამ რაღაცა ეს რეჟიმი სანამ აი ამ რაღაც ავტორიტარულ კანონებს შემოიღებდა და რეპრესიებს დაიწყებდა სამოქალაქო სექტორის
და რაღაცებს ვაბრალებდნენ, რომ რაღაც აგენტები არიან, ზუსტად აი ესეთი ტიპის საკითხებით ვიყავით გაკავებულები და ეს პირველი კვლევა ჩვენს მიერ დაიწერა სასკოლო უკრებასთან დაკავშირებით და კატასტროფული მდგომარეობა. ეხლა თქვენ რას თქვით, რომ ყოველი მეხუთე რეალურად გასაშუალოებული მაჩვენებელი რო ავიღოთ, ხო, ეს გასაგებია, მაგრამ არის აი მაგალითად რეგიონები რაჭაშიზე, გურიაში, მოიმერეთში, სადაც სკოლებში ფაქტიურად ყველა ბავშვი შიმშილობს. და ვინც იკვებება, ისიც ძალიან დაუბალანსებელი საკვებით, ძირითადად ნახშირწყლებით იკვებებიან და ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ზოგადად, ეს მალნუტრიციის პრობლემაა და ამასთან დაკავშირებით ძალიან გვინდოდა მე აყვა ძალიან ბევრი ჯგუფი ამ თემით წინ წამოწევაზე და სამწუხაროდ ყური არ გაიბარტყუნეს ერთი-ორჯერ შენკელმა ახსენა რაღაცა იმის მერე საერთოდ არაფერი აღარ გააკეთა ვითომ რაღაცებს იკვლევდნენ და ასე შემდეგ. სკოლები არის სადაც ბავშვების აი 90% მეტი% არის სოციალურად დაუცველი წარმოიდგინეთ. და ეს აპრიორი უკვე ამ ბავშვებს არ აქვს უკვე შესაბამისი კვება და ამ დროს ჩვენ ვიგებთ რომ ვიღაც ადამიანები ასეულობით მილიონებს თურმე იპარავენ და ვიღაცებს ჩასატანი აქვთ ხელისუფლების წარმო ვიგებთ იმას რომ წარმოიდგინეთ ყველა პრემიერი თითქმის რომლებიც ძალიან დიდი ხანი იყვნენ ამ ხელისუფლების და ამ ქვეყნის სათავეში არაფერი კი არ ძალიან ბევრი ფული გააკეთეს. იმდენი ფული ძალიან ბევრი ფული გააკეთეს და ამ დროს სკოლებში ბავშვები შიმშილობენ. ამას არ აკეთებს ავტორიტარული ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილიც კი. ისინი ცდილობენ რომ საბაზისო მოთხოვნილებები მაინც დაუკმაყოფილონ იმ ხალხს და საზოგადოებას, რომელიც ყავს გამონებული. და ესენი იმასაც ვერ აკეთებენ, რომ ისეთი ხარბები არიან, რომ იმასაც ვერ აკეთებენ, რომ ცოტა მოიკლონ აი ამ თავისი ატკატებიდან და აი კორუფციული გარიგებებიდან და ეს ფული რაღაცნაირად ამ ადამიანებს მოახმარონ ბავშვებზეა თან, შიერ ბავშვებზეა ლაპარაკი, ხო? და მოკლედ ეს არის ეს მძიმე მდგომარეობა. კი ბატონო, კიდე პრობლემებზე, კიდე სხვა საკითხებზე მე მასწავლებლების მდგომარეობაზეც მინდა თუ ვილაპარაკოთ, ეხლა რა დღეში არიან მასწავლებლები როგორ ბოდიში ჟარგონისტი როგორ გადააგდო განათლების სამინისტრომ აი ამ პროფესიული განვითარების სქემის ფარგლებში როგორ მოკლედ რაღაცა მთლიანად გამოაცალა გამოშიგნა არსისგან ეს პროფესიული განვითარების სქემა იმიტომ რომ ნაწილ გლეჯდა რაღაცებს რომ რამდენი არჩევნები მოვიდოდა რომ რაღაცნაირად კოჭი გაეგორები მე სხვა შორს კიდე ერთი რეფორმა სულ ახლახანს გახდა ცნობილი რომ უნდა დონეებად დაიყოს უფროსი წამყვანი და მენტორი მასწავლებლები ჯერ არ ვიცი რას გეგმავენ მაგრამ იდეა არის რომ უფროსი მასწავლებლები ვერ გახდებიან წამყვანები თუ რეგიონალურ დონეზე 2 წლის განმავლობაში რაიმეს არ გააკეთებენ ახლა აქ სხვა შორს თამარ ცანავამ აღნიშნა ერთ სტატიაში ეწერა რომ იგეგმება სავარაუდოდ მასწავლებლების სრული პოლიტიზირება და დიდი ბოდიში და არჩევნების პერიოდში სავარაუდოდ ეს მასწავლებლები მგონი ხმა მიბრუნდებოდა ეს მასწავლებლები თანდათან გახდებიან ფაქტობრივად დამოკიდებული პოლიტიკაზე ჯერ ისეც ხوارიან და აი ამ რეფორმით აი თუ მე მაგალითად მინდა გავხდე წამყვანი ახლა უფროსი სტატუსი მაქვს და რეგიონალურ დონეზე რა უნდა გაკეთდეს თქვენი აზრით ისეთი რომ მასწავლებელი გახდეს წამყვანი. პირველი კითხვა რა ჩდება რეგიონალურ დონეზე. ალბათ არის კონფერენცია, რომელშიც დაფინანსება სჭირდება. ხა სკოლა როგორ გაფინანსებს? წარადგენ პროექტს მაგალითად და ეს პროექტი უნდა მოერგოს რეგიონის ინტერესებს, რასაკვირველია, მაგრამ თავარი იდეა არის რომ ამ სტატუსს განიჭებს ადგილობრივი შეფასების შედეგად დასკვნა იდება, რასაც ვარაუდობენ რომ ასე იქნება და იქ რეგიონალურ დონეზე ვინც გეყოლება შემფასებელი, ის შეგაფასებს რეალურად. აქ იქნებია ჩართული რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წევრები. რესურს ცენტრი თვითმმართველობის ხალხი. ანუ რეალურად უკვე ეს ნაწილიც პროფესიული განვითარების იდეა ფაქტობრივად ქრება. მასწავლებლებს რომ ეხა მე პირადად უკვე ვარ 4 წელია სისტემაში ვარ, განათლებაში სისტემა ქვია უკვე ფაქტობრივად
მუშაობდა და მეკარგა საერთოდ ნული мотиваცია მაქვს მიუხედავად იმისა რომ გარეგანი мотиваცია ყოველ შემთხვევაში არ არის ხო რასაკურველია იმიტომ რომ ფაქტობრივად მასწავლებელს მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის უფლება აღარ რჩება ისიც რაც ეგეც გვერდსმება უკვე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში და ფაქტობრივად აი ამ 11 წლიანი სწავლებით პირველი პრობლემა რაც იკვეთება ალბათ მასწავლებლები ვერ იაზრებენ რომ დაახლოებით მე-12 კლასის მასწავლებლები ვინც ახლა ასწავლიან ისინი მოიხსნება პირდაპირ სად მიყავთ ეს მასწავლებლები და კიდევ და ვინც არა და საათები დააკლდება ხო საათები დააკლდება ვინც არა როგორც მინიმუმ ხელფასი დააკლდება და ფაქტობრივად რჩებით უკვე იმის ამარა რომ 9+2 სისტემაზე რა საგნებიც იქნებოდა მაგალითად ერთ-ერთი საგანი არის რასაც გეგმავენ ღირებულებით განათლების განვითარება უნდათ სამოქალაქო განათლების პერსპექტივით. ოღონდ ეს ძალიან საინტერესო პერსპექტივაა მე მხოლოდ შორს ერთ-ერთი მეგობარი მღვდელი რომელიც არის ამისი მასწავლებელი და ძალიან ისე მეუბნება მოკლედ ინფორმაციას რომ ეს საგანი რომელიც ჩაანაცვლებს სამოქალაქო განათლებას იქნება ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული. ოღონდ ამას სერიოზულად მეუბნება მე ხარ ასაკურველო უსმენ და დისკუსია გქონდა ამ საკითხზე. მეთქი რამდენად სწორად მიგაჩნია რომ ეს პრინციპი ამ მიმართულებით სრულად აითვისებს სამოქალაქო განათლებაში არსებულ თემებს. ქრისტიანული მორალით რომ წაიკითხო ფაქტია რომ ამისთვის ემზადებიან. უახლოეს 3 წელში იგეგმება რომ 11 წლიან სწავლებაზე გადავიდეთ როგორც თავად თამარ მახარაშვილმა აღნიშნა. უახლოეს 3 წელი ფაქტობრივად ვერ ასწრებენ, თუმცა იგეგმება რომ თებერვალში უკვე გქონდეთ მზა პროდუქტი დაახლოებითი სააბიტურიენტო ცნობარის, რომლის მიხედვითაც ყველა პროგრამა იქნება უკვე გაცხრილური და იქ რაც დარჩება ფაქტობრივად იქედან მოუწევთ აბიტურიენტებს აირჩიონ რა უნდათ უნივერსიტეტში ჩააბარონ. ხო, გარდა ამისა უნივერსიტეტების ერთი ფაკულტეტის ერთი ქალაქის იდეა ხო რა ვიცი ეგ უკვე ალბათ ყველასთვის ცხადია რაც იგეგმება მაგალითად თელავის აგრონომიული ფაკულტეტის წინ წამოწევა უნდა იმ დროს როცა თბილისში გვაქვს არანაკლები კარგი მაგალითად თავის აგრონომიის თავისუფალი უნივერსიტეტი თვითონ და ამ მიმართულებით რას გეგმავენ და ვფიქრობ ეს არის პირველი რომ დაფინანსების შეწყვეტით რომელიც უცხო სტუდენტების მიღებას უკრძალავს უნივერსიტეტებს ეს იქნება ერთ-ერთი დიდი დარტყმა და მეორე სახელმწიფო უნივერსიტეტებში გააქრობენ საერთოდ არსებულ პროგრამებს მაგალითად ილიას უნივერსიტეტში 240-მდე პროგრამა და დატოვებენ რა ვიცი ჩემი ღრმა რწმენით 5-ს. ფაქტიურად ეს ნიშნავს ანუ გარდა იმისა რომ ეს რეფორმა ახლა უმაღლესებზე ვსაუბრობთ ხო ეს რეფორმა თლიანად შიგნავს არსისგან ანუ ამ თლიანად ანუ დემოკრატიული განათლების არსი რაც არის იმას გლეჯს პირდაპირ იმას გლეჯს შესაბამისად მე უკვე რაღაცა ფორმალური რაღაცა სახე რა ექნება ამას რაც არ უნდა ქონდეს ეს უკვე საუნივერსიტეტო განათლება აღარ იქნება ანუ პირდაპირ დარტყმა არის რომ საქართველოში აკადემიური განათლება აღარ არსებობდეს რომ უნივერსიტეტებში აღარ იყოს კვლევა აღარ იყოს ახალი ცოდნის შექმნა არ იყოს ეს მოკლედ საზოგადოება არ იყოს ცოდნაზე დაფუძნებული. ეხლა რაც შეეხება იმაზე, ცოტა რომ კიდე გასაგებად უთხრათ ჩვენს მსმენელებს, ანუ ფაქტიურად წელს იქნება თუ მომავალ წელს იქნება 11 კლასელები 11 წლიან სწავლაზე გადასვლის რაღაც კონკრეტულ მომენტში, იმედია რომ ეს არ მოხდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მათასი აქვს დაგეგმილი რაღაც მომენტში 11 კლასელების და 12 კლასელების ერთდროულად დაამთავრებენ სკოლას. რაც ნიშნავს რომ აბიტურიენტების რაოდენობა გაორმაგდება. ამ დროს ჯერ ესეთი მომავალ წელსაც რომც არ მოხდეს ეს ჯერ 11 წლიანზე გადასვლა, აი უკვე ეხანდელი აბიტურიენტებისთვისაც უკვე კონკურსი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, იმიტომ რომ ფაკულტეტების რაოდენობა შემცირდება, მათ შორის თუ ეხა ეს რაღაცა სიგიჟე, მართლა აი რაღაცა ბოდვა, ეს არის მანიაკალური ბოდვა, რომ ეს ერთი ფაკულტეტი გააკეთებენ ხო, მაგრამ რო იცოდნენ რა და ეხა ვისაც ყავთ აბიტურიენტები, შვილები, რომლებსაც ამზადებთ რაღაცა კონკრეტული მიმართულებით რო გინდათ თქვენმა შვილმა გააგრძელოს სწავლა, ერთის მხრივ შეიძლება იმ უნივერსიტეტებში სადაც
თქვენი შვილებს უნდათ რომ ისწავლო. იქ შეიძლება საერთოდ ესეთი ტიპის პროგრამები საერთოდ არ არსებობდეს და მეორეს მხრივ კონკურსი იქნება ის უკვე ძალიან გაზრდილი. სადაც გარჩება, იმიტომ რომ ეხა ან შეიძლება სხვა ქალაქში იყოს ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, მაგალითად იმ ადამიანებს არ ექნებათ სურვილი, რომ სხვა ქალაქში გქონდეთ, ხო? ახლა ყველას უფრო მეტად სურვილი ხართ ქალაქში მაცხოვრებთ, დედაქალაქში მაცხოვრებთ, აქ უნდათ. მათ შორის შემოგარენში ვინც ცხოვრობს და ასე შემდეგ. ჩვენ ვიცით რომ ფაქტობრივად დედაქალაქის გარშემო არის და დედაქალაქში არის მოსახლეობის დიდი ნაწილი, ხო? და აქედან გამომდინარე, ფაქტიურად მათი თქვენი შვილებისთვის, რომლებიც იქნებიან აბიტურიენტები და არიან წელს აბიტურიენტები, ძალიან უკვე მძიმე მდგომარეობით ხვდებით. ან ფაქტობრივად აი პირობითად ავიღოთ იურიდიული თესაუს იურიდიულს აქვს 600 ადგილი. ახლა არის კონკურენტულიანი ეს ფაკულტეტი და იმ ფონზე რომ ერთდროულად 80,000-მდე აბიტურიენტი გახდება. და პლუს ამას სხვაგან აღარსად იურიდიული აღარ იქნება. ხო და თან დავაკვირდეთ იმას რომ 80,000 აბიტურიენტი დამატებული ამას 15,000-მდე სასერტიფიკატო გამოცდისთვის მასწავლებელი, მაგისტრანტები, ის არაქართულენოვანი ჯგუფები, რომლებიც აბარებენ ყოველ წელს გამოცდას. ეს ამდენი აპლიკანტი როგორ მოახერხებს გამოცდაზე გასვლას თუნდაც იმ ერთ თვეში რა პრინციპით უნდა დალაგდეს ეს გაიზრდება ალბათ რასაკვირველია ეს საგამოცდო ცენტრები მაგრამ ჩემი ხმარწმენით აქ რაღაცა ალბათ კორუფციული გარიგებებით შეიძლება გამოვლინდეს, იმიტომ რომ ამდენი ადამიანის რესურსი რომ მოემსახუროს სისტემა უბრალოდ არ აქვს ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრს. ასე რომ ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. შესაძლო ფაქტი. მითხრა ხო, მე მუშაობდი რაღაც პერიოდი გამოცდების ცენტრში, როგორც აი საგამოცდო დავალებებს წერდით და მე გასწორების დროსაც მიღებდი მონაწილეობას გასწორებაშიც და რაოდენობა რომ იზრდება ეხა და მაშინ ბევრი პარალელურად ხო უნდა გაკეთდეს პარალელურად თანმიმდევრულად უნდა გაკეთდეს უნდა რეალურად კიდე ახალი ვერსია ანუ თუ ორი ვერსია არის მაგალითად ტესტის ეხა დაჭირდებათ 4 ან მეტი და ასე შემდეგ გამსწორებლებიც რეალურად მე ვასწორებდი სხვა შორის მეც ვიყავი გამსწორებელი და ჩემს ჯგუფში ეხა მე არ ვიმაღლებ თავს არაფრით მაგრამ ვინც ვიყავით რეალურად 23 გამსწორებელი იმ კონკრეტულ დავალებაზე თვითონ ეროვნულ ცენტრს ყოველთვის უჭერს გამსწორებლების აი პროფესიონალი გამსწორებლების მოძიება. ასე რომ ვინ გაასწორებს გაწელავენ ამ პროცესს 2 თვე 3 თვე გაასწორებენ თუ რა იქნება ხარისხი აღარ იქნება გასწორების იგივე ნამდვილად ვერ იქნება ეროვნული ცენტრის იდეა როგორც ასეთი რასაც აკეთებს აქამდე და რა ხარისხით მივიღეთ კი არა აი მესამე გამსწორებელიც აღარ ეყოლებათ რაღაცა ხარისხის გადაკონტროლება მოხდეს აი მაგალითად აცდენების შემთხვევაში ან მექანიკურად წავა ეს პროცესი და რეალურად ამ ყველაფერს მე აპელაციებზე რა ნუ მოკლედ რეალურად ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან სპეციალური პრობლემებია ეს ხდება იმიტომ რომ პოლიტიკური იერსახე მივიღოთ ისეთი რაც არის რუსეთში და სხვა შორის რუსეთში დღეს არის უკვე დაჭერილი დაახლოებით ჩემი ინფორმაციით რაც მიმოხილე 60-მდე მასწავლებელია რომელიც ეს ოფიციალურად იმის გამოა დაჭერილი რომ კლასში ისაუბრა მშვიდობაზე იმდენად რთული სიტუაცია რუსეთში სკოლებში პირდაპირ ომის პროპაგანდა მიდის მასწავლებლებს აკრძალულებს და ბავშვებიც კი იწერენ მასწავლებლებს რა სიტყვის რა მომენტში იტყვის და დასმენის წერილები ეს ჩვენს ეს ჯერ ხომ მასწავლებლებს ისედაც უფლებრივად ძალიან რთული მდგომარეობა ფაქტობრივად ჩვენ ყავს ემოციურად არამდგრადი ბავშვები უკვე იმდენად რთული სიტუაცია განათლების ეს ბავშვების ბრალი კი არ არის ეს არის ასე შექმნეს ეს სისტემა ანუ რეალურად ჩვენ შევქმენით ასეთი სისტემა ბოლო 30 წელი და ამას სჭირდება დახმარება და ახლა ამას ვასამარებთ მარხავთ ქმნით ავტორიტარულ ხედვას რომელიც დირექტორს ანიჭებს ფაქტობრივად განუსაზღვრო ძალაუფლებას ადამიანს უნდა კითხო 8 საათის შემდეგ სკოლაშიც რომ იყო და იმუშაო სრული შრომითი ხელშეკრულებით უნდა კითხო 8 საათის შემდეგ რას გააკეთებ გავაკეთებ თუ არა ასე სწორია თუ არა უფლება უნდა მოგცეს რეალურად დირექტორმა რომ წახვიდე
კონკრეტულად სხვა სამსახურში და იქ სადაც ფიქსირებული ხელფასი გაქვს და გერიცხება ის შეფასო სახელით და კითხო იმუშაო თუ არა ნუ კაი თანხმობას მოგცემენ ძირითადად ასე აკეთებენ არა თან ეპიდემიოლებიც არიან რომლებიც ინდემეწარმეებად არიან რეგისტრირებულები და მათაც შეეხებათ ეს ყველაფერი და რეალურად ეს პირველი ნაბიჯია უბრალოდ ეხლა ჩვენ რეალურად ჩვენ განათლების სისტემა აქამდე ასეთი წნეხის ქვეშ არ ქონია ახლა ჩვენ გვახსოვს მაგალითად წნეხი წინა ხელისუფლების დროსაც მაშინაც ვიბრძოდით ჩვენ ამის წინააღმდეგ მაგრამ ეხლა რაც არის ამ სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ეხლა რაც ხდება ეს არის ეს არის ყველაფრის გადაყოლება იმისთვის რომ ამათმა ძალაუფლება ეს არის ჩვენი შვილების მომავლის უგულებელყოფა ჩვენი შვილებისთვის მომავლის ფაქტიურად წართმევა იმისთვის რომ ამათმა ხელისუფლება შეინარჩუნონ და ფულები აკეთონ აი ეს არის მეტი არაფერი ფაქტიურად და ამ ფონზე მასწავლებლები რომლებიც რეალურად გამწევი ძალა უნდა იყოს ამ პროცესში და წინააღმდეგ გამოდიოდეს აი ახლა ხანს 2 დღის წინ როდეს ხმა რამაც სამართვა ფაქტობრივად 30 მასწავლებელი ვიყავით ამას ვამბობ იმ ფონზე რომ თითქმის ყველა სოციალურ პლატფორმამ გამოაქვეყნა რომ არის ესეთი აქცია რომელიც ეხება 11 წლიან სწავლებას ამის წინააღმდეგ არის რომელიც ამ კორუფციის წინააღმდეგ განოს არის რაშუაშია საერთოდ კორუფცია აი კანონი რომ წაიკითხოთ ერთ კანონში ვერ ნახავთ ისეთ ბერკეტს რაც მასწავლებელს შეეწინააღმდეგება და მართლა ფულის კეთება რომ მინდოდეს მე მასწავლებელს და რაღაცა მახინაციური ქცევები დავიწყო სკოლაში ეს კანონი ვერაფრით ვერ დამიჭერს იმდენად უსუსური კანონია ერთადერთი რაც ამ კანონს შეუძლია რომ წაგვართვას არის თავისუფლება ჩვენ გვერთმევა თავისუფლება ჯერ ისაც თითქმის წართმეული გვაქვს და ფაქტობრივად ხვდებით დირექტორზე დამოკიდებული და ყველაზე საინტერესო არის ალბათ ის რომ მათ მიერ დაგეგმილ და დაანონსებულ არჩევნებზე ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე რასაც ჩაატარებენ როცა საქმეზე მიდგება და მათ ეგრეთ წოდებული დემოკრატიზაციის ასე ვთქვათ გაპიარება დაჭირდებათ და იერსახის შენახვა ამ დემოკრატიულობისა ფიქრობ რომ მასწავლებლებს დაავალდებულებენ რომ წავიდნენ არჩევნებზე თუნდაც წადი არჩევნებზე თუ არა და რასაც ეხლა ჩვენ ხო ნუ ეს არის ანუ ერთის ჩვენ ნახეთ რომ ანუ გამოდის რომ ესე დირექტორებს ძალაუფლება ემატებათ ჩვენ ხშირად საუბრობთ დეცენტრალიზაციაზე და ჩვენ ვფიქრობთ რომ დეცენტრალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის სკოლების ავტონომიურობის ხარისხის გაზრდა შესაბამისად დაფინანსების გაზრდა ხელფასების ზრდა და დირექტორების ფუნქციებისაც გამრავალფეროვნება მაგრამ ესე რასაც აკეთებენ ამათმა არა როგორც საგანმანათლებლო ლიდერი ისე ლიდერად და ლიდერის საგანმანათლებლო ლიდერის ფუნქციები კი არ განუზარდეს არამედ კონტროლის ფუნქციები პარტიული კონტროლის ფუნქციები გაუზარდეს და ეხლა ისიც უნდა თქვა ვინ არიან ეს დირექტორები ხო ჩვენ ხომ ნახეთ როგორ არჩევენ დირექტორებს როცა კრებსები გახდა საჯარო როდესაც აგერ ადამიანები შიმშილობდნენ რომლებმაც გააპროტესტეს მაგალითად გასაუბრების ეტაპი სადაც ადამიანები არ ესწრებოდნენ და ხელი ჰქონდათ ოქროზე მოწერილი სადაც ოდერები მე თვითონ ვარ მომსწრე მაგისი სადაც აი სუსის აგენტები პირდაპირ გაგებით თანამშრომლები წყვეტდნენ ვინ იქნებოდა მასწავლებელი ვინ იქნებოდა დირექტორი და ვინ არა აი ამ დირექტორებს მიცეს გაუზარდეს უფლებები რომ აკონტროლონ მასწავლებელი ცხადია ეს კონტროლი იქნება პოლიტიკური ნიშნით და სადაიჯა იქნება დევნა იქნება პოლიტიკური ნიშნით ისედაც დღეს უკვე გვაქვს უმძიმესი მდგომარეობა სკოლაში და აი ხა თქვენ რას თქვით ხო ეს მაგალითად ეს აი დაახლოებით თუ არ ვწდები სადღაც 5% მასწავლებლების რაოდენობის ვინც გამოვიდა მასწავლებლების აქციაზე 30 ადამიანი 0.05 აი ესეთი პროცენტი თან ეს არის ყველაზე პასიური პერიოდი აი წინა წელს როცა ძალიან აქტიური პერიოდი იყო მაქსიმუმ ჩვენ 2 აქცია დავგეგმეთ მათ შორის ერთ-ერთი ორგანიზატორი მე ვიყავ 150 მასწავლებელი ვიყავით მაქსიმუმ დანარჩენები მაშინაც კი აი ეს ვამბობ დეკემბერში რომ ასისხლიანებდნენ და ასისხლიანეს ეს ახალგაზრდები მაგ პერიოდში ხმასაც არ იღებდნენ რეალურად იცით რა ეს ეხლა უნდა თქვათ ისიც რა რომ უბრალოდ
მასწავლებლები ის კი არ არის რომ მასწავლებლებში პროტესტი არ არის შეუძლებელია ხო იმიტომ ჩვენ გვესმის ეს პროტესტი მაგრამ უბრალოდ მაგალითად რეგიონებში დედაქალაქში პატარა ქალაქებში ადამიანებისთვის ერთადერთი შემოსავლის წყარო არის ეს მასწავლებლობა და მათთვის სიტყვაზე მათი ზოგს იპოთეკური სესხი აქვს აღებული ზოგს რაღაცა ხო ანუ რომელსაც მაგალითად უსახკაროდ დარჩენის საფრთხის ქვეშ შეიძლება დადგნენ ეს ადამიანი. ანუ ეს არის ფაქტიურად შანტაჟი, ეკონომიკური შანტაჟია, რასაც ეხა ეწევა ხელისუფლება და ამ მაგიტო ვერ გამვინო ეშინიათ, იმიტომ რომ დირექტორს აქვს უკვე ყველანაირი ფუნქცია, მე ეხა პლუს კიდე დამატებით შემოსავალსაც აუგზავნავს, შეუძლია ეს ადამიანი მოიშოროს ისე რომ ფაქტიურად საათების გარეშე დატოვოს და რაც არის ფაქტიურად ისე შეზღუდოს და ისეთი გარემო შეუქმნას სკოლაში რომ ფაქტიურად აიძულოს რომ წავიდეს სკოლიდან მასწავლებელი და ეხა ამ ადამიანებისთვის მართლა სამოქალაქო გმირობა არის ეს რომ გამოხვიდე შენ და შენი პოზიცია დაიცვა მაგრამ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ დიდი რაოდენობა მასწავლებლების და თუ ესენი ერთშვენიერ დღესაც შეთანხმებიან ყველა ერთად ყველას ერთად ვერ გაუშვებენ და ის უამრავი ხა ესე პირად საუბრებში უამრავი ადამიანისგან ბევრი მასწავლებელს ვიცნობ და ძალიან ბევრი ცხადია რომ ეს პროფესია ჯერ იყო და პროფესიული განვითარება თხოვეს და აკეთებინეს პროფესიული განვითარების მაგივრად ბიუროკრატიაში ჩააბეს რაღაცა ქაღალდომანიაში და ესეც აკეთებინეს ის წვალებით ამ ადამიანებს გეგონება ბევრი თავისუფალი დრო ქონდეთ ეს აკეთეს მაგრამ ამის მიხედვით ხელფასი მე აღარ გაუზარდეს ანუ ეს ვითომ ეს мотиваციას პროფესიული განვითარების დაუკარგეთ პროფესიული განვითარების მასწავლებლის სახლი ხო პროფესიული განვითარების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ფაქტიურად აღარ არსებობს ის პროგრამები რომლებიც აი მათ შორის თქვენ რო იღებდით მონაწილეობას კარგი პროგრამები რომლებიც იყო ფაქტიურად აღარ არსებობს ფაქტიურად გაუქმებულია აი მოშალეს მთელი სისტემა მოანგრიეს რაც კი რამე კარგი ქონდა ჩვენ დავმარხეთ პირდაპირ გეუბნებით და ეს მარხვის პროცესი მიმდინარეობს ბოლო 5 წელია დაიწყო ეს აქტიურად 2020 წელს სხვა შორის ირაკლი ღარიბაშვილმა 2000-მდე მასწავლებელს რომლებიც ვერ აბარებდნენ საკუთარ საგანს წინა საარჩევნოდ აჩუქა უფროსის სტატუსი და ხელფასები გაეზარდათ. ნუ მე პრობლემა კი არ მაქვს რომ იმას ხელფასი გაეზარდოს, მაგრამ აქ არის ხარისხი. ჩვენ განათლება ვაქციეთ რეალურად სასაცილოდ. აი მახსენდება ხოლმე რა, იცით, ფილმი რომ არის ქართული შერეკილები. იქედა რომ დამახინჯებული სიტყვა ღვთისმშობელა, აი მაგალითად ეს გადაქცეულია დაცინვა რეალურად ყველა იმ საკრალური, ეთიკური, მორალური, აი რაღაცა ადამიანის ფასეულობები, რაც შეიძლება ცხოვრებაში გქონდეს, რომ აი ვისწავლო ვეფხისტყაოსანი კარგად, მაგალითად. აი ამ ვეფხისტყაოსნის თუნდაც ყველა აფორიზმს, რაც კი რამე არსებობს აქ, ყველაფერს აუფასურებენ და უნდათ რომ კომიკური სიტუაცია შექმნან. რეალურად დიქტატურა უნდა იყოს ტყუილზე დაფუძნებული. სხვაგვარად დიქტატურა ვერ შეიქმნება და ეხა ჩვენ ვქმნით და შევქმნით ერთი ტყუილი, მაგალითად პოლიტიკური დემოკრატია რო გვაქვს ქვეყანაში, ეს არსებობს უკვე და ტყუილი გვაქვს, ანუ ხალხი ამას შეეგუა. მეორე ტყუილი არის რომ ეკონომიკა დოხს ხალხი ამას შეეგუა. მესამე ტყუილი არის რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაგვიბრუნდება მშვიდობით. ხალხი ამას შეეგუა და ველოდებით რომ თავისით დაგვიბრუნდება ეს ტერიტორიები. მეოთხე ტყუილი რაც შექმნეს არის რომ ევროპა გაგვრყნის და კაცები დაგვირთმდებიან კაცებზე და ახლა მიადგნენ განათლებას. ახლა უნდათ რომ შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი აქციონ ტყუილად. ეს უნდა იყოს კომპლექს ხაპარი, ფაქტობრივად ასეთი გახდება და რა ვიცი, დიდგორის ბრძოლა, ილია ჭავჭავაძე და ყველა ეს ადამიანები, რომლებიც მართლა რაღაცისთვის იბრძოდნენ, სასაცილო რა არის იცით, რომ 3 წელია სკოლაში წიგნი არ არსებობს მე-19 საუკუნიდან, ისტორიის წიგნი არ გვაქვს. არ დაწერეს, ნუ ჯერ ერთი ვინც წერდა ეს არის დიმიტრი შველიძე აუგსტალეს საერთოდ რაც უნდა დაეწერა და ამ ადამიანმა ღირსეული პასუხი გასცა რომ მე არ დავწერო რუსულ ისტორიას
და ფაქტობრივად 1801 წლის შემდეგ ჩვენ 10 წლის წინანდელი წიგნი გვაქვს დაწერილი, უამრავი შეცდომით ისიც და თანამედროვეები რაც დაიწერა, ფაქტობრივად ავტორებს მისცეს 30 დღე. აგვისტოში უნდა დაეწერა წიგნი სექტემბრამდე და ეს არის ახლის ისტორიის წიგნი. ზოგადად სახელმძღვანელოების მიმართულებით კატასტროფული რეალურად სახელმძღვანელოებზე არ ვამბობ, თვითონ პროცესია დაცინო, ანუ რეალურად მათ მასწავლებლები აქციეს სასაცილო არსებებად. და აი ხელფასიდან ხელფასამდე დარჩებით იმ დონემდე მიგიყვანთ თუ არ გაიაზრებთ და არ გაჩერდებით და არ გაჩუმდებით და ფაქტობრივად ეს მასწავლებლებს ბრალი არ არის. ეს ყველა პროფესია უბრალოდ რა არის იცი მასწავლებლებს ძალიან დიდი მორალური პასუხისმგებლობა აქვს ცხოვრებაში და ყველა შეყურებს ახლა ყოველდღიურობაში მასწავლებელი ისე აღქმული რომ მას უნდა კონდეს განსაკუთრებული პოზიცია. მას უნდა კონდეს ხატი ბავშვებისთვის ღირსეული სამოქალაქო პოზიცია უნდა კონდეს და ყველაფერი აი ამას რო შევუყურებ ჩვენ ძალიან ვაწვევით მასწავლებლებს და უფრო ჩანს რომ მასწავლებლები არიან საშინელ დღეში და გაჩუმებულები, მაგრამ თქვენ თუ დააკვირდებით ყველა პროფესიაში ახლა კულტურის მიმართულებით შეხედეთ რა ხდება, რომელი სფერო გინდა თუ აღარ დატოვეს კულტურის სფეროში ხა უკიანო ფაქტიურად პროფესიონალი აღარ დატოვა იმ სფეროში ყველა გარეთ გამოუშვა და იქ მიიყვარა აბსოლუტურად არაკომპეტენტური ხალხი და იმასაც გამოუთხარა ძირი. რომ ჩვენ მართლა ეს საბჭოთა კავშირში დაბრუნებაზე რო ლაპარაკობთ. არა, საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირში დაბრუნდეთ. ძალიან გამიხარდება სიმართლე გითხრა ახლა ისეთი მდგომარეობა გვაქვს უკვე რომ საბჭოთა კავშირი ბევრად ჯობია იმ სისტემას რასაც ქმნიან. ეს არის სუფთა კიდევ ერთხელ ავტოკრატიული ნარევი თეოკრატიის რომელიც ფაქტობრივად მას რა ქვია სეკულარობის პრინციპს არღვევს და ყველაზე მთავარი აი გახსოვდეთ ყველაფერი რაც კი უნდა გატარდეს რეფორმის სახით უნდა იყოს აუცილებლად ტყუილზე დაფუძნებული და თუ აი ამას საზოგადოება დააკვირდება რაც სამწუხაროდ არ ხდება ჩვენ შემთხვევაში აი მაშინ გაიაზრებს უკვე რა მდგომარეობამდე მივედით ჩვენ ვართ ალბათ კრიზისულ პერიოდამდე და ადამიანებს უნდათ უშუალოდ და სხვა შორის ერთი საინტერესო დეტალია კიდევ რაც უნდა გამოკვეთო ალბათ ადამიანებს არ მიიყვანენ სხვა შორის სიკვდილის პირამდე აი სიკვდილის პირას თუ მივედით როგორც ილია ამბობს, უნდა აფეთქდეს ქართული ერი, ასწლოვანი ერი. ხო, რაღაც ძალიან კრიტიკულ მდგომარეობაში სანამ ჩვენ აი ასე გავთიშავენ რეალურად divide impera ეგ არის დაყავი და იბატონეს პრინციპი და ამასობაში შუა საუკუნეების სპეციალისტი ხარ. ხო, და სხვა შორის შუა საუკუნეები ყველაზე კარგად გამოხატავს უბრალოდ იმ ყოფას რა ყოფაში ჩვენ ფაქტობრივად ვართ. კიდევ ერთი დიდი ტყუილი ალბათ მე-6 ტყუილი არის ის რომ ევროპაში გაგრძელების საშუალება გექნებათ განსაკუთრებით მიმართა სტუდენტებს და აბიტურიენტებს გექნებათ ვერანაირად ვერ გექნებათ ის კი არა და სომხეთში რომ გვინდოდეს უნივერსიტეტში გაგრძელება იქაც კი რაღაც პროცედურების გავლა მოგვიწევს ძალიან ბევრი ალბათ და მე მგონი სომხეთი ხაბაროვსკი დაგვრჩება რა ანუ რუსეთს ალტერნატივას გვიტოვებენ რუსეთში წავიდეთ და იქ მივიღოთ განათლება მე ვფიქრობ სრული იზოლაციონიზმი იქაც თუ 12 წელი შემოიღეს იქაც ვერ აღწავ ხო მე მგონი მე ვფიქრობ კიდე ეს გარე პოლიტიკაზეც არის დამოკიდებული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ჩვენ ქვეყანა სხვა შორის ვითარდებოდა ისტორიულ კონტექსტში რომ განვიხილოთ ყოველთვის გარე პოლიტიკის ფარგლებში და ფიქრობ რომ უკრაინის გამარჯვება პირდაპირ პროპორციულად აქაც აისახება და სხვა შორის რაღაც ნაწილში რომ გავყვეთ მასწავლებლების ხედვა მე ვფიქრობ არის ბოლო წერტილი რომ გააჩუმო და შექმნა სრული ყოფა დიქტატურას, იმიტომ რომ რეალურად რა უნდა მოხდეს იცით, მათ უნდათ რომ შექმნან თაობა, რომელიც კითხვას არ დასვავს.
და ეს თაობა ვერ შეიქმნება სხვანაირად თუ ისეთი მასწავლებელი არ ეყოლება, რომელიც პარტიული იდეის გამტარია, მაგრამ სასაცილო რა არის? ჩემი ერთ-ერთი თანამშრომელი მეუბნება ღარიბაშვილის შესაძლო დაჭერის პერიოდში, რომ ძალიან მეწყინაო რომ ეს გააკეთესო და აი მაგათ ხარს აღარ დაუჭერათ. ხო და ფაქტი არის, რომ თვითონ მასწავლებლებივე ხო მოუღებენ ბოლოს რაღაც კუთხით. ხო, ფაქტი არის, რომ ესე იგი ესენი თავისთვისაც რაღაცნაირად ილუზორულ სამყაროს იქნიან, რომ ვითომ აი არ აყავთ მათ მოწინააღმდეგეები, ვითომ ყავთ ხარდამჭერები. ნუ ამას ალბათ ბიზნესთვისაც აკეთებენ, რომ იმ კაცმა იქ რაღაცა თავის იმაში სადღაც ძვირფას სამარტო საკანში რომ ზის, აი წარმოვიდგინეთ, აი კაი გარემონტებულ ციხეში ზის. იგი ფრატო უნდა უნდადეს ადამიანს ასეთი ცხოვრება. ხო, რა ვიცი, ესენიც აი ქუჩაში ვერ გამოდიან, წარმოვიდგინეთ. ეს რომ კიმჩენინი იყო და მოგწონდეს, აი იმიტომ რომ იქ ვალდებულება გახვიდე, თავი დაგიკრან, აქ აი ხო იცი რომ ვერსად ვერ გახვალ. ადგილზე გაგაქოვდები ფაქტობრივად და ხო, იმიტომ რომ ახლა 21 საუკუნეში ხა, ნუ ის გასაგებია გამორჩეული შემთხვევა, ახლა ჩრდილოეთ კორეა, მაგრამ 21 საუკუნეში ხა ისეც ვერაფერს იზა, მაგრამ რეალურად მაგალითად დახვრეტის, რახან დახვრეტა არა გვაქვს, მაგრამ დახვრეტის ტოლფასი არის, მაგალითად დღეს ბევრი ადამიანისთვის მაგალითად სამსახურის დაკარგვა. იმიტომ რომ რაღაცა დახვრეტა უკვე შენ პიროვნული კი ოჯახებზე ვრცელდებოდა რეპრესიები და ასე შემდეგ, მაგრამ შენ დღეს ბევრი ადამიანი დღეს სამსახურის დაკარგვით თავის შვილებს გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. და ის რომ ჩვენ ამ მდგომარეობიდან გამოვიდეთ, ის რომ ამდენი სოციალურად დაუცველი ყავს და ვინც გაფორმებული ყავს სოციალურად დაუცველებს ერთი და კიდე უამრავი ადამიანი არის რიგში და მოითხოვს რომ მათაც მიენიჭოთ ეს სტატუსი და წარმოიდგინეთ აქედან თავის დაღწევის საშუალება ჩვენ მეტი ხო არაფერი საშუალება ისეთი არ გვაქვს ჩვენ ხა რუსეთივით მაგალითად ყველა ბენდელეევის თელი ტაბულა რო აქვს ჩვენ ასეთ მდგომარეობაში არ ვართ და ჩვენთვის ერთადერთი საშუალება არის რომ ჩვენ შვილებს მივცეთ განათლება რომ მათ დააღწიონ ამ სიდუხჭირეს და ამ სოციალურ შემწეობაზე ყოფნას წარმოიდგინე და ამის საშუალებას ვუსპობთ ის კი არა რომ კაი რამე ვერ გაუკეთე რას არის იმასაც უარესებთ ამაში არის ძალიან დიდი ჩემი აზრით ტრაგედია და უბრალოდ რაღაცნაირად ექსტრაპოლაციას ამისას ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ აკეთებს რომ ანუ კონკრეტულ შემთხვევაში აი პირდაპირ თუ ვიღაცამ ქუჩაში პულს რო იყიდი და სახში რომ მიგა თუ გამოგლიჯა ხელიდან გაიქცა იმას გაეკიდება მაგრამ აი ესე რომ აბსტრაქტულად რომ კონკრეტულად ხელში რო არ უჭირავს რაც უნდა ეჭიროს და იმას რო ართმევს ის კაცი და მუთაკებში რო ფულს ინახავს და ოქროს ზოდები რო აქვს და წარმოიდგინე ახლა იმას რა ქვია ეს ინფრასტრუქტურის თუ MGF მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თუ ვიღაცა რომ დაიჭა არ ვიცი უკვე ვიღაცები ხო დაიჭირეს ეს ღარიბაშვილის კლანთან ბრძოლა რო არის არანაირი კორუფცია ეს ხოჭორს კორუფციის წინააღმდეგ კანონით ხო აი მაგაზე უნდა ვიაპარაკოთ მაგრამ წარმოიდგინეთ კაცმა 11 მილიონიდან მოიპარა იმ სკოლების და საბავშვო 11-დან მოიპარა 9 მილიონი. ანუ 2 მილიონი დატოვა. აი რამაშ აი როგორ უნდა გაღორდე რომ ის კი არა რომ ვიღაცამ რომ 2 მილიონი მოიპარა და 9 დახარჯა 9 მილიონი მოიპარა პირიქით მოიპარა რაღაცნაირად აი ბავშვს იმღეს ტური გასუსმენი და ფაფის პული მომარა ბავშვს მართლა აი რაღაცნაირად აი პატარა ბავშვს არ მოვიდგინე გამოგლიჯა ხელიდან ისა რაღაც კანფეტი წარმოიდგინე აი ზოგადად რა არის იცით წეგან საუბრობით ტყუილზე ესენი ქმნიან ილუზიას რომ ადამიანს ერთვას მორალური ახმა ფაქტების აი მორალური პრინციპები უნდა წაართვან და როგორც კი აი ამ მორალს ბოლომდე უნდა გააუქმდეს რეალურად დიქტატურისთვის არის მორალის გაუქმება ყველაზე მნიშვნელოვანი ცნება თუ ადამიანური მორალი გაქვს და აი ემოცია რასაც გულისხმობ ამ შემთხვევაში მორჩება სხვა შორის მაგნაწილს რო გავყვეთ კორუფციის კანონთან დაკავშირებით ეს კანონი მაგიტომ მიიღეს რეალურად რომ ეს გადაეფარათ ეს დაჭერების პროცესი რომ ვითომ კორუფციის
ფარგლებში ვიჭერთ ჩვენ პოლიტიკოსებს და ახალგაზრდაზე ყავთ მე რა. ხო, თუნდაც კორუფცია რო განსხეულდეს, ხორცი რო შეისხას კორუფცია, იქნება ახალგაზრდაზე. თქვენ ახსენეთ დირექტორობის გამოცდაც და მე თავად ვიყავი სხვაჩვენს დემოკრატიანობანა ვითამაშე მე 2 წლის წინ წარდგენილ სკოლაში სადაც მე პირველი მეწერა ეს იყო რუსთავის ნომერ 3 საჯარო სკოლა სხვაჩვენს მაღალი ქულა ავიღე 70-დან 65 ქულა და ნუ სერიოზულად მომემზადე თუმცა ექსტრა სასერტიფიკატოს გადავედი გასაუბრებაზეც იქაური ერთი გასაუბრება იმ პროცესში და მეორე კიდე ამა ტიპა გასაუბრებაც გავიარე სხვაჩვენს და წარმადგინეს იმ სკოლაში სადაც არ მინდოდა და სადაც მინდოდა რუსთავის მესამე საჯარო სკოლაში დღემდე არის დირექტორობის მოვალეობის შეცვლილება წარმოგიდგენა არ მაქვს ხალი ვინ არის მაგრამ არის ვიღაც რუსთავის მერის ნათესავი. ხო და მე ამბიცია კი არ მქონდა რომ დირექტორი გამხდარიყავი. აი უბრალოდ ბოლომდე ვითამაშე სადამდე გამოავლენდნენ თავს. და სხვა შორის მაია ეკალაძე რომელიც შიმშილობდა დირექტორს მე და მაია წარგვადგინეს ერთ სკოლაში სპეციალურად. ხო ნუ აი სასაცილო კომიკური სიტუაცია იყო და მაიას რო შევხვდი კაშიცაკარა ხო და ანუ ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მოხვდით ამ ერთ სკოლაში. ანუ პარადოქსია, ეგ ერთი დირექტორობის პარადოქსი შექმნილია, მორალური პრინციპი გააქრეს მან და არ არსებობს მორალი. ხო. აი მორალს აი მორალური პრინციპი გასაგებია და ეს რო ანუ თლიანად რო ღირსება უნდათ რო აყარონ და როგორც მათ ექცევა ხა წარმოიდგინე ბიზნესში ხო ესე ექცევა ჯერ უნდა აი გაგასწოროს მიწასთან ისეთი რაღაცეები უნდა აგატანინოს რომ საკუთარ თავმოყარეობაზე პიროვნულ კითხვები აღარ გაგიჩნდეს ხო იდენტობაზე ასე არა უნდა უარი თქვა და მე მიწევს უშეურაცხყოფა უნდა აიტანო ყველაფერი აიტანო კონცეფციის ტიპური ამომრჩეველი ეგეთია მე არ მინდა ეხლა სამწუხაროა რომ ასე ვამბობ არა ტიპურად კოდსი ამომრჩეველი ქართული ოცნების ამომრჩეველი არის ასეთი გუშინდელ შეცდომას რომ უმეორებ გეტყვის არა ხო ნუ რეალურად ჩვენ მიუხედავად იმისა რომ მათი ამომრჩევლები არ ვართ ამ რეჟიმში გვამყოფებენ ხო ხა წარმოიდგინე იმაზე რა ქვია ხა ბრიჟვაძეზე გავრცელდა რომ ისე გერმანიის და ჩამოვაო ხო გაგვცემს პასუხებს რომ ბრიჟვაძე წასულა გერმანიის ცხოვრება და ღარიბაშვილიც რა ხა ეს საქმე რო აღძრეს ადამიანები რომლებიც მის მზეს ფიცულობდნენ და მის სადღეგრძელოებს სვავდნენ ისე რომ სხვების გასაგონად იქაც რო არ იყო ხა გასაგებია რომ შეიძლება სუპრაზე ერთმანეთს სადღეგრძელო დალიოთ ადამიანებმა მაგრამ აი ესე რა ჩინოვნიკები ესე ფოტოებს რო რიგში დგებოდნენ ფოტოებს ვიღებდნენ წარმოიდგინე ეს წაშალეს ფოტოები აი რა დონის რა როგორ უნდა დაგანგრიოს ამა ხო და ეს ხო ამომრჩეველი ხარ იქ ბევრნაირი ამომრჩეველი ხარ იქ არიან ადამიანები იძულებით დაღავთ და ეხლა ნუ იდეურად თუ ეხლა შენ ქართული ოცნების ამომრჩეველი ხარ ხო ნუ იქ უფრო მძიმედ არის საქმე და ესეც გარკვეულწილად ბევრ დიდწილად არის იმ გარემოთი შექმნილი იმ პროპაგანდით შექმნილი იმ აი ამ რაღაცა ფინანსური წნეხით და ასე შემდეგ და ასე ბევრი ფაქტორია ამ ადამიანების დადანაშაულება ასეც ძალიან რთულია რა იმიტომ რომ მე მესმის მათი მდგომარეობისაც ჯერ ერთი რომ ვერ მიიღეს რეალურად განათლება ვერც საბჭოთა კავშირის დროს ვერც მე ჩვენ ხო კრიტიკულ აზროვნებას ვერ ვასწავლით ხო რეალურად უნდა გაგვაქრონ აი ეს საზოგადოება ვინც მოვასწარით განათლების მიღება რაღაც კუთხით როგორი ხარის ხო კითხვები რომ გაგვიჩნდა უნდა გააქრონ სხვა შორის 500,000-მდე ჯენზი რომელიც აქტიურად გამოდიოდა წინაზე საქციებზე აი მაგათაც წინააღმდეგობაში უნდა ფაქტობრივად გააჩუმეს უმრავლესობა მაგრამ მაინც ერთი დეტალი უნდა აი ზოგადად ტიპური მასწავლებლის ყოველდღიურობა როგორია მასწავლებელი არის ოჯახში მთავარი შემომტანი როგორც აღნიშნეთ აიღებს სესხს იხდის თელი ცხოვრება გაკვეთილიდან გაკვეთილამდე არც მეტი არც ნაკლები არ რჩება ანუ ფაქტობრივად მასწავლებლის ფუნქციური როლი აღარ არსებობს ჯერ ზოგადად რო აღნიშნოთ 80% მასწავლებლებში სკოლაში მოდიან გაკვეთილიდან გაკვეთილამდე როგორც კეთყვი დარჩი
всё ეს წითელი მათთვის აი ხო სკოლაში რომ მიხვიდეთ წარმოიდგინე ბავშვები შეხვდა აი ბოლო გაკვეთილის მერე ბავშვებს ნახავ ზოგი მშობელს ელოდება ზოგი ფეხბურთთან მასწავლებლს ვერ ნახავ არბიან ეგრევე იმიტომ რომ საშინო მდგომარეობაში არის არა მე სიმართლე გითხრა კითხვები გამიჩნდა ჩემს თავთან რატო ვაკეთებ ამას და სხვა შორის ბავშვებს ესეთი თემა გქონდათ ჩემს ერთ-ერთ გაკვეთილს რატომ ვაკეთებთ ამას ასე ერქვა გაკვეთილის თემას და ძირითადი მოტივი იყო რატომ ვაკეთებ ცხოვრებაში ხო და მე ვეუბნები ამ ბავშვებს რომ მიზანი დამეკარგა მეთქი აი რატომ ვაკეთებ ამას ახლა თუნდაც აქ რატომ ვარ და თქვენ რატო გესაუბრებით მე მიზანი დამეკარგა უღონთ ეს არის ყურასაკურველია პოლიტიკურ ჭრილში განხილული უბრალოდ აქ არის ცხოვრებისეული მიზნები როგორი უნდა იყოს ადამიანის და მე მოძებნეთ პარალელები გავავლეთ ის გააკეთეთ და რეალურად ჩვენ მივდივართ იმ სტადიამდე რომ დირექტორი პირდაპირ დაგილაგებთ ცხრილს საათებს დირექტორი გადაგიწყვეტ როდის წახვიდეთ როდის მოხვიდეთ შეიძლება ერთი გაყვეთ პირველი და მე ექვსი გაყვეთილი ქონდეს მაგალითად და შუაში პანჯარა ქონდეს და ფაქტობრივად სრულად დამოკიდებული ხდები დირექტორი განგი გადაწყვეტს თქვენ როგორ ასწავლოთ და ჩემი ღრმა რწმენით დაიწყება სრული დასმენები და მე ვიცი რომ ეს მასწავლებლები იკადრებენ იმას რასაც ქვია რომ რას საათების შენარჩუნების და სამსახურის შენარჩუნების გამო იკადრებენ დირექტორებთან დანოსების წერას სამწუხაროდ. ხო, იმიტომ რომ ძალიან სტრესულ მდგომარეობაში აგრევე წარმოიდგინე გავაგრძელოთ ეს ხო რომ აი 67000 მასწავლებელი სად უნდა წაიყვანო აი მასწავლებლების ყოფა ეგეთია კი რომ მაგალითად ის რომ შედარებით ადეკვატური ხელფასი გამოგივიდეს რეგიონში თუ ცხოვრობ განსაკუთრებით უნდა რამდენიმე სკოლას ერთი სოფელი და მეორეში უნდა ირბინო იმიტომ 100000 ლარი აიყო ხო ხო ესე მაგრამ ამისთვისაც უნდა ირბინოს იმიტომ საათების რაოდენობა ცოტაა იმიტომ რომ ბავშვი გაიქცა ხალხი სოფლები დაცარიელ და ესე რომ ოჯახის სიწმინდეზე გველაპარაკე დაანგრიეს ოჯახები გაანადგურეს სოფლები გააუკაცრიელეს და ამ ბავშვების რაოდენობა წარმოიდგინე სკოლებში სადაც იყვნენ 600-700 ბავშვი იყო დადის ახლა 20-30 ბავშვი წარმოიდგინეთ და რეალურად საათები არ აქვს უნდა ირბინოს რამდენიმე სკოლაში წარმოიდგინეთ ეს საათები ისიც თუ დირექტორმა კარგი ცხრილი აუწყო და გაითვალისწინა მის მე ეს ხო იპოთეკას იხდის მე კი იპოთეკას კი არ და სესხს იხდის ზოგს იპოთეკური სესხიც აქვს ზოგსაც კიდე ის აქვს რა ქვია სამოხმარებელ სესხებს იპოთეკურ სესხს ახლა მაინც ვერ წურებია თავიანთი ხელფასებით და წარმოიდგინე კიდე მე სოფლად რო წვინს ცხოვრობს ეს ადამიანების შინამეურნეობასაც ცხოვრობ იმიტომ რომ მათ თავი რო გადაირჩინონ იქ რაღაცა უნდა ბოსტანში რაღაცა მოიყვანონ კარტოფილი კონდეთ რაღაცა კონდეთ ელემენტარული რომ ამპული პური უნდა იყინო შაქარი უნდა იყინო წარმოიდგინე ზეთი უნდა იყინო აი ძირითადი რაღაცა მოხდა დანარჩენი უნდა სადურო სტაფილო კომბოსტო და რაღაცა მოიყვანონ იმაში რა ქვია თვითონ ამ ოჯახსაც თან ჩვენთან ხო ამ პატრიარქალურ ოჯახებში ეს ქალები მე ყველა საჭმელები მაგრამ უნდა აკეთოს ხო სახლი უნდა დაალაგოს არეცით არეცხოს არ მოიგით რატო ძირითადი ქალებზე მოკაპარაკი შვიათია კაცი მასწავლებლები არ მოიგით რა დღეშია და კიდე შეიძლება რეპეტიტორათაც მუშაობდეს. ეხლა ჩვენ როდესაც ჩვენ ლაპარაკობდით იმაზე რომ მასწავლებლის ანაზღაურება არ არის მხოლოდ საგაკვეთილი რაც სიმახინჯე რაც მოიგონეს რომ არ არის რატო გონიათ ადამიანებს რომ მასწავლებლობა არის მარტო საგაკვეთილო საათები. ან დაიყვან ეს საბჭოთა კავშირიდან მოყვა სხვადასხვა საბჭოთა კავშირის დროს მაგრამ ცალკე საკონტროლოების გასწორებაში დანამატი ქონდა ცალკე რაღაც და ხო რა ანუ ისინი გაღია ხო ჩვენთანაც ხო მენტალიტეტში რა არის ხელფასაში გაძლევ ხელფას ვიღებ საათებში ანუ ზარის დარეკვიდან ზარის დარეკვამდე ვარ მასწავლებელი ამ გაკვეთილისთვის მომზადება არ მინდა მე არ შემაჯამებელი და დავალებების მომზადება არ მინდა მე ამათი გასწორება არ მჭირდება და ჩვენ მაგას ვამბობთ რომ ადამიანებს ჩვენ ფული მათი არა მარტო საგაკვეთილო საათების დროს უნდა საგაკვეთილო საათების გათვალისწინებით არ მარტო არ უნდა გადაუხადოთ იმიტომ რომ მასწავლებლად დამატები ამისთვის მილიონები სახში რომ მიათ ეს ფული უნდა განათლებაში შევიტანოთ და მასწავლებელს უნდა მეტი დრო ქონდეს ცოტა ასწავლე ბევრ ქვეყანაში არის ეს პროგრამები რომ ცოტა ასწავლე და ბევრი ისწავლე მაგალითად ხო რომ მასწავლებელს შეიძლება პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარება არ არის ცენტრალიზებულადაც უკვე დაანგრიეს ეს სისტემა წარმოიდგინე ხო რომ შენ უნდა ქონდეს რაღაცა ადეკვატური რაოდენობა საათი ჯერ 8 ხა მე მაგალითად 10 წელი ვიმუშავა 9 წელი ვიმუშავა სკოლაში და ისა რა
ქვია. ვინაიდან სხვაგანაც მუშაობდი, თხოვე და 4 გაკვეთილი მქონა პირველ წლში და 4 გაკვეთილი მეორე წლში. წარმოიდგინე, უშაბათ დღეს ვატაია 8 გაკვეთილი. ეს ხო სიგიჟი არის. ეხლა მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ენერგიული ვიყავი და მეტი შემეძლოდა ძლივს ვართმევდი მაინც თავს. ეხლა და ბოლო გაკვეთილები უკვე ისეთ ხარისხის ნამდვილად ვეღარ არის. ამიტომ მასწავლებელს უნდა მეტი თავისუფალი დრო, ანაზღაურებადი დრო უნდა ქონდეს იმისთვის, რომ ის გაკვეთილისთვის უფრო კარგად მოემზადოს. შედარებით ნაკლები გაკვეთილები და ხარისხიანი გაკვეთილები ჩაატაროს და ასე შემდეგ. იმის მაგივრად რომ ეს გააკეთონ. თან ეხლა წარმოიდგინეთ როგორი სიტუაციაა, რომ თვითონ თქვენს რომ ქართული ენა უმაღლეს განათლების საფეხურზე სავალდებულოდ ყველა პროგრამაზე უნდა ისწავლებოდეს. რატომ ხო? იმიტომ რომ ქართულს ვერ ვასწავლით, არა ქართულენოვანებზე არა ლაპარაკი, არამედ ქართული ვისთვისაც მშობლიური ენაა, იმათთვის უნდა იყოს სავალდებულო. და ეს დაასაბუთეს იმით, რომ ჩვენ სკოლაში ქართულს ვერ ვასწავლეთ, მათემატიკას ვერ ვასწავლეთ, ფიზიკა, ქიმია, საერთოდ რა არის რო არიციან ბავშვები, მაგრამ და წარმოვიდგინეთ, ეხლა ეს საგნობრივი სტანდარტები ხო არის გათვლილი, რომ განაწილებული, ისედაც არის ძალიან ძიმე სტანდარტები, ხო? ძალიან ბევრი საკითხია, ძალიან ბევრი თემა არის გასავლელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და იმის მაგივრად, რომ ეს რაღაცნაირად კიდე გადაანაწილონ, უფრო ამის ხარისხის განვითარებაზე ვიფიქროთ და მასწავლებლების პროფესიულ განვითარებაზე, მასწავლებლების ზოგადად კორპუსის გაძლიერებაზე ვიფიქროთ, საერთოდ ვასამარებთ ამ მიმართულებას, წარმოიდგინეთ. ისო დეცენტრალიზაცია, სკოლის დირექტორის შერჩევა, რომ უფრო გამჭვირვალე პროცესი იყოს. წარმოიდგინეთ, თავისი კიდე გარდა იმის ფინანსური, მაგალითად, რაღაც სხვა ინსტრუქტორებისა, რომელიც ფინანსურ კონტროლს ახორციელებს სახელმწიფოში, გარდა ამისა, თავისი შიდა პოლიცია ყავს კიდე განათლების სამინისტროს და ვიღაცა გენინსპექცია და ვიღაცა მიდიან და ჟიანი ვიღაცებს უფეხი გადაგიბრუნდა, რაღაც არ კიდე და თუ ცოტა პოზიცია გამოხატა. ავტორიტარული რეჟიმი შექმნილი გვაქვს სკოლებში უკვე არსებობს მსგავსი პრაქტიკა და ძალიან გავს ეს მიდგომა აი ზუსტად ერთ-ერთში დაიწყო მსგავსი პრაქტიკა ბელარუსში და ესეთი idеოლოგიური გამორეცხვის სკოლა შეიძლება ასე უწოდოთ დაიწყო მათ შორის ორბანმა დაიწყო უნგრეთში ახლახანს 2018 წელს მიიღო ეს სკოლების идеოლოგიზებული ასე ვთქვათ დაშტამპვა უნდა თავისი რუსული იდეებით და ფაქტობრივად ამისკენ მივდივართ ჩვენ ერთ-ერთში არის ასახული ზუსტად ეს რაც ბელარუსში და უნგრეთში მოხდა. შესაბამისად ფიქრობ რომ საბოლოო განსაკუთრებით ეს ეხება კიდევ ერთხელ ამბობ აბიტურიენტებს. ისინი აღმოჩნდებიან ქაოტურ მდგომარეობაში ჩვენ გვეყოლება დაახლოებით ნავიცი 20,000-მდე აბიტურიენტი 30,000 არ ვიცი ხა რა ზღვარი და რამდენ უნივერსიტეტს და ფაკულტეტს გაუქმებენ, მაგრამ ვიღაცები მასიურად დარჩებიან გარეთ. და რას ვთავაზობთ ამას? არ ვიცი. შევზე ჯარში წაყვანას ვთავაზობთ, კაცებს და რას ალტერნატივას რას ვთავაზობთ? იმის მაგალითად რომ ადამიანები აკადემიურ სფეროში უნდათ ასეთი რაღაც რომ 11 წელი მალე დაემთავრებინათ რომ იაფი მუშახელი მომარაგება. შრომითი ბაზრის მომარაგება ერთი ეგ არის, დაიწყებენ ფიზიკურ შრომას ბავშვები და ნუ რა ვიცი, რითი ოჯახს ვერ შექმნი ასეთ მდგომარეობაში, ხო? ანუ რითი უნდა არჩინოს საკუთარი შვილი. ან უნდა იყო და ფიზიკურ შრომაზე და სავარაუდოდ ეს არაბული ქალაქის იდეაც უნდათ რომ სამუშაოები შეიქმნას მართლა ალბათ და აქ დაასაქმონ რა ვიცი. არა, სხვათაშორის იქაც ხო რაღაცები გააჟურნა და ეს მუშახელიც ჩამოყავთ. აბა ხა ამ ხელა პროექტი იყო ავტობანის, წარმოიდგინე ავტობანის პროექტი, ქართველები რა პროცენტი იყო დასაქმებული. სულ ჩინელები მუშაობდნენ. თავის ხალხი დაასაქმეს, ისე ის ფული უკან წაიღეს, ხო? როცა შეიძლება დარჩენილიყო აქ ხელფასის სახით მაგალითად. აი ასეთი ტიპის ძირგამომთხრელი ეს ხო არის, აი ამას თუ ვიღაცა შენი მტერი არ გეუბნება და ის არ გაკეთებინებს. სხვა ვორონცოვის პოლიტიკას გავს ძალიან. ვორონცოვს ვერ შევადარებ ამას კაცო. შევადარებ ვორონცოვს. და როსტომ ხანს ქონდა კიდე ეგეთ პოლიტიკა, სპარსელებისადმი ლოიალობის გამო ყველაფერს რო აყენებ, ანუ რაც ეროვნულობის განცდას გინარჩუნებს. ჩვენ სხვათა შორის იმაზე მეტი გავუკეთეთ ქართველების ხელით და უკეთებენ ესენი რუსებს. ვიდრე თავად ვორონცოვმა
თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ვორონცოვმა უფრო არ ეხა ვორონცოვ გათიშა ჩვენ გავთიშა ერთმანეთთან საკომუნიკაციო ველები, არხები აღარ გვაქვს. ოჯახის წევრი მეორე ოჯახის წევრს აღარ ესაუბრება იმის გამო რომ არ უნდა რაიმე იდეოლოგიური განსხვავება ქონდეს. ხო, აი მაგალითად რუსეთის იმპერიის პერიოდში საქართველოს როდესაც იყო რუსეთის ხო იმპერიის დაქვემდებარებაში, მაშინ ის რუსეთის იმპერია ესეთ რაღაცებს არ აკეთებდა. მაშინ წარმოიდგინე პირიქით განათლების საშუალება ხო ჩვენ ძალიან მთელი რა ვიცი ვინც კი მათ შორის ჭავჭავაძეს და ასე შემდეგ ხო წერენ მოახსენეთ და ყველას ქონდა პეტერბურგში თითქმის და ნუ დადიოდნენ და ეს სკოლებიც ვიყო სხვათა შორის უფრო დასავლური ყაიდის რა ეს უმაღლესი განათლება და ესენი რასაც აი მაგას ვამბობ თუ მტერი არ გეუბნება მაგასო ეს გაკეთებია შენთვისაც არ უნდა გაწყობდეს ამის გაკეთება აი სურო ღირებულებებს თავი დავანებოთ აი რასაც თქვენ ამბობთ ყველაფერს თავი რაციონალურადაც არ უნდა გაწყობდეს ამის გაკეთება აი მაგალითად ეხა მოდის 28 ნოემბერი ერთი წელი სრულდება აი ამ რაღაცა აბსოლუტურად კანა რო ერთი წელი კრიზისიდან ვერ გამოყავს ნუ ეხა ეს კანონი რომ მიიღეს რომ არჩევნებში აღარ მიიღებენ საზღვარგარეთში აი უბრალოდ მე ვერ ვიგებ ხალხი რომელიც ამას ისმენს მაგას ვამბობ ნუ რაციონალურობაზე აღარ გვაქვს ჩვენ საუბარი ჩვენ იმდენად გაგვთიშეს მაი მეგობრებო ვინც ისმენ დაფიქრდით რა გაგიკეთეს რომ თქვენი შვილის შობელი თუ ხართ ანუ თქვენ ნათესავის დაჭერა ზეხმას არ იღებთ თუნდაც ანუ დასისხლიანებაზე ხმა არ მოგვიღე აი რა გაგიკეთეს და მე ადრეც აღნიშნე და კიდევ ჩვენ დავედით ლუარსაბისა და დარეჯანის იდეამდე. მე პირდაპირ გეტყვით, ყველა თქვენგანი და ჩვენ აქამდე ვართ მისულები მინიმალური ასეთი ვთქვათ საკვები გვაქვს. ძირითადი კითხვები არა ხო ჩიხეთმა თუ ბოზბაში. არა, გაიხედეთ გარშე, აი რას ხედავთ, რომელი კონფერენცია ჩატარებულა მასწავლებლებში, საუნივერსიტეტო რომელი გრანდიოზული, აი არამე მიღწევა თუ გქონია ბოლო 3 წლის განმავლობაში, სადმე რამე თუ გაგხარებია, აი მაგაზე დაფიქრდით, მასწავლებლები რომ ხართ და 1 წელია, 2 წელი, 3 წელი, 20 წელი სკოლაში დადიხართ, რა იყო თქვენს პროფესიაში ის მიღწევა, აგერ ჯილდოა და ამ ჯილდოსაც უკვე რა ვიცი. ჯილდო იყო ეს ჯილდო წარმოიდგინე გადააკოპირეს. ან პლაგიატი გააკეთეს და დაარქვეს მასწავლებლებს ჩვენ სასწავლო ხვა და ქვია საზოგადოებრივი ჯილდო და მასწავლებლებს ეროვნული ჯილდო და იმათმა დაარქვეს მასწავლებლებს ეროვნული პრემია და სახელმწიფო მოიგონეს. ამ წელს ხო ჩვენს ჯილდო ეწერა უკვე ყველა რეგიონში აწყდებოდნენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდო ასე ეწერა ფაქტობრივად. ანუ რეალურად ჩვენ მივიღეთ ყველა მიღწეული სიხარულის რა ვიცი უარყოფით კონოტაცია მივეცით ყველაფერს და კარგიც რო ხდება სხვათა შორის აი ადამიანებს დააკვირდით უბრალოდ არაფერი აღარ უხარიათ და უარყოფითად განიხილეთ. და სამინისტროს პრემიაზე ერთი ეგეც მინდა თქვა. წარმოიდგინე იქ ხალხო გამოდის ახლა ინფორმაცია იქ რა ხდება და როგორ ხდება. წარმოიდგინე შარშან არ ვიცი წელსაც როგორ იყო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხმას ხო არ აღებინებენ საერთოდ. ეუბნებიან რომ არაფერი არ თქვათ. და იქ დადიოდნენ რიგებში და მასწავლებლებს ეუბნებოდნენ რომ თქვენ გვარს რო გამოაცხადებენ რომ უახვალთ ხმა არ ამოიღოთ. წარმოიდგინე რა და ეს ბრეჟნევის ესთეტიკით გაკეთებული ისა მივიდნენ გამოულაყეს ამ პოლიტიკოსებმა ამ ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულმა პოლიტიკოსებმა ტვინი თავიანთი რაღაცა ბოდოებით და გამოუშვეს ეს ხალხი. კი ბატონო რა თუ რამეს მიცემენ. წარმოიდგინე აი კაპიკები მიცეს მაგრამ თრიანს ღონისძიება დავეშვა 900,000 და ჩვენ ეროვნულ ჯილდოს რო ვაკეთე ამდენი წლის განმავლობაში არ დაგვიხარჯა წარმოიდგინე მაგდენი ფული ამათმა ეს ღონისძიებაში რაღაც აი ბარეჟნე იმდეთ დაურიგეს ძირითადად ფული თვითონ გააკეთეს რა. ანუ ვითომ მასწავლებლებს პატივესის თვითონ გააკეთეს. მოკლედ ბოლოსკენ წავედით და უკვე თითქმის ვამთავრებთ და რაღაცა ეს შეჯამებასავით რომ გავაკეთოთ რომ უფრო ვერ ვიტყვი ხა პოზიტიურ ნოტაზე რა ვიცი როგორ უნდა დავამთავროთ მაგრამ აი როგორ მასწავლებლებს რას აი კოლეგების
რას ეტყობდი, რომ როგორ შეიძლება რომ ამ ხალხის აქტივაცია უფრო არ ვთხოვთ რა სიტყვაზე ვამბობ, რომ სადღაც გამოვარდეს მაინც და მაინც და რუსთაველი გადაკეტოს, ხო? აქ აი მაგალითად თავის უბრალოდ სოლიდარობის გამოხატვა მაგალითად, ხო? არა, მოდი პირდაპირ თქვათ და ცოტა რადიკალურად მივუდგეთ ამ საკითხს, იმიტომ რომ მე პირდაპირ გეტყვით, მე პირადად ყველანაირი мотиваცია მაქვს მოშლილი გულისხმობ პროფესიულ განვითარებას, ну რაც იყო ესეც გარეგანი არა პარტიული ნიშნით მოხდა ჩემი რაღაც წარმატება და ამის მიღმა მასწავლებლები უბრალოდ ჩვენ გადავიქცევით უფუნქციო ამორალურ უღირს ინფორმაციის გადამცემებად, რასაც რა ნარატივსაც გაავრცელებენ, იმაზე უნდა ვილაპარაკოთ აუცილებლად. ამიტომ აქამდე არაფერი არ შეცვლილა მასწავლებლების და ეს უფრო უარესებისკენ წავა. მოსწავლეების რაოდენობა კრიტიკულად შემცირდება საქართველოში. მოსწავლეების შემცირებულია პლუს ამას უშობადობას გაუსწროს სიკვდილიანობა. ფაქტობრივად აუშენებელი სკოლები გვაქვს 150 სკოლა არის არაშენებული ფაქტობრივად, რომელიც ვერ ააშენეს, ღუმელით წვებიან სკოლებში, ანუ ქვემო ქართლში საერთოდ უბრალოდ გაიარეთ რა ხდება. დაინტერესდით, აი ქვემო ქართლის სკოლები არის, არ ვიცი, რაღაც ტრაგედია. რაც ამ სკოლებში ხდება არის ტრაგედია, ანუ სიგიჟე. ნაუმარ უკრაინაში უკეთეს სკოლებია. ფაქტობრივად რესურსები, ინფრასტრუქტურა, კურიკულუმები, წიგნები, ეხა ფორმები შემოაქვთ, ანუ ვიზუალიზაცია, სხვა შორის ჰიმნი შემოიღეს ეხა და ჰიმნზე ამბობდნენ რომ всё ჩვენ ეროვნულობა გავაღვიძეთ და ჩემ სკოლებში მაგალითად ჰიმნი აღარც ირთვება უკვე ერთი თვის წინ. ანუ იყო ინიციატივა დროშას წერდრეხი. ანუ ფაქტობრივად ჩვენ გაუქმდით, მოდი ასე ვთქვათ, პოზიტიური ხედვა, რა ვიცი, არ მაქვს სამწუხაროდ, ერთადერთი გეტყვით, რომ აბიტურიენტებიც ძალიან მალე გახვდებით უბრალოდ შრომის უნარიანი ახალგაზრდები, რომლებიც ან ჯარში წახვალთ, ან კიდევ, რა ვიცი, რამე სამშობლოს მოგიძებნიან. სტუდენტები უკვე ერაზმუს პლუსმა გააუქმა, ფაქტობრივად 2-3 დღის წინ ამბავია და ეს რასაკურველია მიყვება, მაქამდე მივდივართ და უბრალოდ მართლა როგორც თვითონ თქვენ ჩვენ არ გვჭირდება ბევრი გამორჩეული ნასწავლი ადამიანი და ჩვენ არ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ქვეყნიდან მიდიან. ისინი არ არიან მოქალაქეები, რომ არჩევნებში უახლოესი 10 წლის პერსპექტივით ჩვენ მივიღებთ თაობას, რომელიც უბრალოდ გათიშული იქნება ყველა მორალურ პრინციპზე და დავრჩებით საბოლოო ჯამში მართლა საქართველოში და პურზე და რა ვიცი. და სერვისის მიმწოდებლები ვიქნებით სადღაც ვიმუშაოთ. დიდი მადლობა, შალვა მინდაძე იყო ჩვენი სტუმარი, ისტორიის და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი და მასწავლებლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, სამწუხარო რეალობაა და თან სამწუხაროა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ბევრი ისეთი შეუქცევადი პროცესს ახორციელებს დღევანდელი რეჟიმი, რომლის შემოbrunებაც მერე ან შეუძლებელი, ან ფაქტობრივად ძალიან რთული იქნება და ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ზიანის მინიმალიზაცია მაინც გავაკეთოთ იმისთვის, რომ ამათ როდესაც პოლიტიკის სანაგვეზე გავუშვებთ, მერე პოზიტიური ცვლილებები შესაძლებლობა მაინც რომ დაგვიტოვოს და ისეთი ახ მაგალითად უნივერსიტეტის კორპუსებს თუ გაყიდიან, ამას თუ ამ ინფრასტრუქტურას თუ მუშლიან, მერე აი ძალიან გაგვიჭირდება ძალიან რომ მოკლედ ეს პრობლემები ეფექტიანად მოვაგვაროთ და ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ რომ ცოტა დრო გქონდეთ ამათ რომ ნაკლები მავნებლობა ჩაიდინონ. დიდი მადლობა მოკლედ დავამატებ აქციაზეც თქვი და ახლაც გაგიმეორებთ ყველას. თქვენ უნდა გახდეთ მასწავლებლებს მიმართავ ილიას სიტყვებს წერა-კითხვის გამავრცელებელი კი არა ცოდნის დამცველები. ჩვენ არასდროს არ ვიქნებით უმრავლესობაში, ვიქნებით უმცირესობაში, ამის შემდგომ ყოველი დღე ვიქნებით უმცირესობაში. ამიტომ თუ მიხვდებით სად და როგორ მივდივართ, ძალიან გთხოვთ თქვენი გარშემო არეალი დაიცავით ილიას სიტყვებით და ილიას გზით. ეს იქნება ჩემი ბოლო სიტყვა. მადლობა.